ბიჭო, ეგ დედა ნაკაჩი ამხელა კაცი ხარ და დღემდე არ იცი ცხოვრებაში რა უნდა აკეთო? მესმის კიდე შუა საუკუნეებში რო ცხოვრობდი, მაგრამ დღეს 21 საუკუნეა, როცა ამდენი წიგნი არსებობს და შენ დღემდე არ იცი რა უნდა ქნა. წაიგითხე რობერტ კიოსაკის მდიდარი მამა, ღარიბი მამა, იქნებ გაგეხსნას ტვინი, თორე აშკარად ახლა ხარ განათლების სისტემის მონა. სხვანაირად როგორ უნდა ახსნა, რატომ არ იცი რა უნდა აკეთო ცხოვრებაში. წაიგითხე ჯორჯ კლეისონის ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში. წაიგითხე ბრაიან ტრეისის აკოცე ბაყაყს. ენტონი რობინსის ულიმიტო ძალაუფლება. რობინ შარმას ვინ იტირებს, როცა შენ მოკვდები. შენ არ იცი რა გააკეთო იმის გამო, რომ მუდმივად გაურბიხარ რეალობას. ეწევი სიგარეტს, მარიხუანას, მეგობრებთან ერთად სვამ ლუდს, რომლებიც ასევე ჭაობში არიან და გიგვირს რატომ არ იცვლება არაფერი. მახსოვს თვითგანვითარების პირველი წიგნი, ჩემთან იყო დეილ კარნეგის როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე, რომელმაც მასწავლა ადამიანებთან ურთიერთობა და ასევე წარმატებული მეგობრების პოვნა. უვარგისი მეგობრებით, ვერტიკალური კონტენტის სკროლვით და მომენტალური სიამოვნებით ვერაფერს ვერაზროს ვერ მიაღწევ. დაიწყე წიგნების კითხვა, აი დედა ნაკაჩი.